თუ გაუქურდი ხარ? გაუქურდი ხარ თუ დაუყაჩაღები ხარ? თუ დაუყაჩაღები ხარ? დაუყაჩაღები ხარ კი. ერთხელ იყო, როდესაც სადარბაზოში დაგვდნენ. კი. რა მოხდა? ოქროს ის მეკეთა ჯაჭვი. ეს არის 90-იანი წლები, სავარაუდოდ. ხო, რა თქმა უნდა. ერთი ადამიანი დახვდა სადარბაზოში? არა, სამი. და როგორც აღმოჩნდა სამი, თორე მე დავინახე, შევდივარ სადარბაზოში და ორი ადამიანი დგას ერთმანეთს ელაპარაკებენ, ხო მე რა ვიცი. საიდან მეფიქრა, რომ მემელოდება, ხო, ვინმე. და ერთი თურმე კარების უკან ყოფილა აქ, რომელმაც თავში ჩამარტყა ესეთი რკინის რაღაცა რკინის ნილი იყო, ეხლა მე არ ვიცი, მაგრამ ჭრილობიდან გაუნდინარე როგორც მივხვდი იყო არმატურა. გაიჭრე? ჭრილობა იყო ესეთი ზიგზაგივით. და საბოლოოდ შეძლეს იმ ოქროს ჯაჭვის აღება? მარტო ის რაც ხელში შერჩა. აი რასაც მტევანი მოიცავს. ესე იგი ეტყობა ეგონა რომ მთლიანად მოძურებოდა, მაგრამ მარტო ის გაყვა რაც და ეგრევე გაიქცნენ, იმიტომ რომ ეტყობა ალბათ ვიყვირე ინსტინქტურად. ხო, მეორე ინციდენტი იყო, როდესაც სახლში იყავი და ამ დროს ეცადნენ გაძარცვას. ეს როგორ მოხდა? მეზობელი ვარო მითხრა და თუ გექნება 1-5 ლარი რომ ასეს ხო და წავედი ფულის სასაღებად. რომ მოვედი და გავაღე, აი მაშინ შემოწვივდნენ. რამდენი იყვნენ? 3. შეძლეს რამის აღება? ვერ მოასწრეს ვერაფერი საერთოდ, იმიტომ რომ სანამ შემოვარდებოდნენ, მანამდე კარებს ხო ვეჭიდავებოდი, ხა მე მარტო მართალია, მაგრამ ყვირილი ჩოჩქოლი აივნიდან გაღებულმა კარმა მიშველა, იქ ბიძაჩემი ცხოვრობდა პირველ სართულზე, ჩვენ ეხლა გარდაცვლილია და ის ამოვიდა კარებთან, ეგრევე. და ესე იგი ნახე, ეს სულ რაღაცა რამოდენიმე წუთიც არ გასულა რა. და ამიტომ პირდაპირ ისე გავარდნილა, რომ იქ ვინც დაინახა ესეთი გაზონია, რომელიც ბადით არის შემოღობილი და იმ ბადეს შეასკდა რა, ისე გარბოდნენ.